ეს გახლავთ ქართული ფეხბურთის უახლესი ამბების მოკლე შეჯამება. უპირველეს ყოვლისა, მინდა ღრმა სამძიმარე გამოუცხადოს სრულიად საქართველოს. ფეხბურთის ფედერაციამ 23 მარტამდე სრულად გააჩერა ყველა ადგილობრივი ტურნირი. თუმცა უცხოეთში თამაშები ჩვეულებრივად გრძელდება. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის გოლი გაუტანა, რომელიც პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა, რის გამოც ემოციური აღნიშვნისთვის საჯაროდ მოიხადა ბოდიში. დაფიქრდით, რამხელა ფსიქოლოგიური წნეხია, როცა სამშობლოში ასეთი ტრაგედია, შენ კი მოედანზე უნდა გახვიდე და პროფესიონალური მოვალეობა შეასრულო. მეორე საკითხი, რაც უნდა ვახსენოთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების ბადეა. 8 აპრილს კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს დაუპირისპირდება. აქ უბრალოდ მშრალ სტატისტიკას მოვიშველიებ. ხვიჩას ამ სეზონში ლიგის 11 თამაშში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ეს რიცხვები ზედმეტი ეპიტეტების გარეშე ნათლად აჩვენებს მის სტაბილურობას კრიტიკულ მომენტებში. მესამე და ბოლო. მიუხედავად შეჩერებული 7 ჩემპიონატისა, ეროვნული ნაკრები 23 მარტს იკრიბება ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ სათამაშო.